ეს არის ამ მანქანის დაზიანება. დღეს წვიმას არის თოვლი. ესეთი მანქანა ჯერ არასდროს არ უყოლია, ეს არის Ford Bronco. ხეირიანად დაიწყო. ნახევარი cashback წამოვიდა. მე რომ მეცა დაპოვნა ვერ ვიპოვით. ერიკა არის იმენა იღბალა. ბიჭო ყანყალებს მანქანა თუ მასე უნდა მუშაობდეს როგორ ფიქრობ? საკმაოდ განიერია. ფიტთან შედარებით, ხო? არა, საკმაოდ კარგად გამოიყურება. ტრანსფორმერია თუ რა ხდება? მეგობრებო, თქვენი აზრი დაწერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ ამ Ford-ზე. მე ვფიქრობ, რომ ძალიან პოპულარული გახდება და თქვენი აზრიც მაინტერესებს. მე მოგიყვებით, რატო ვფიქრობ, რომ პოპულარული უნდა იყოს ეს მანქანა. ნახე, რომელიც ცხენი ხოთი. სხვათა შორის, Ford-ის ლოგო ამ მანქანაში არის მხოლოდ და მხოლოდ საბარგულზე. სხვა ყველგან არის აი ესეთი Mustang-ი, ოღონდ Mustang-ი, რომელიც ჩვენ წარმოდგენაში არის ხოლმე ყოველთვის ზევით არის თათებით, წინა ფეხებით. აქ კიდე ქვევით არის, ანუ თითქოს wild და გარე თების იდეას გვანიჭებს, თითქოს ყველგან გაიულის. მალე გაიაფთება ეს მანქანები და საკმაოდ კარგი იქნება. მეც ვიყოლიებდი როგორც ფიქრობ ახლა. რაცა კაცური არის რა, აი რაღაც მარტივადაა ყველაფერი გაკეთებული, აი შუქის ჩამრთველიც კი რაღაც ძველებურად. ძალიან კაი. ვიდეო ჯერ კიდევ აი ახლა იწყება. გამოიწერეთ არხი წინასწარ და ალაიქეთ ვიდეო, კომენტარით დაწერეთ, რასაც ჭამთან სვავთ, შეგერგოთ და დაელოდეთ გააგრძელეთ ვიდეოს ყურება. წავედით. სხვათა შორის ეს მანქანა იმიტომ მომეწონა და იმდენჯერ ვახსენე რომ მომეწონა თქო მოგიყვებით ამ მანქანის ყიდვის ისტორიას. აუქციონზე სანამ მანქანას ვიყიდით, აუცილებელია რომ შევამოწმოთ გარბენი, ფერი, კომპლექტაცია მოგწონს თუ არა, რამდენ წამყვანზეა მანქანა, რა ძრავზეა, ჩემი ისტორიები ვისაც გახსოვთ Jeep Renegade-თან. პლუს ამ ყველაფერზე მნიშვნელოვანი არის რა თქმა უნდა ისტორია. ჩვენი Ford Bronco-s ისტორიაც გამონაკლისი არ არის. ვიყენებ car vertical-ს ამ მანქანების ისტორიის შესამოწმებლად. აი ეს რეპორტებში შევდივართ. ვწერთ ვინკოდს ჩვენი მანქანის და აი ასე გამოიყურება ახლა აქაურობა. აქ შეგვიძლია ვნახოთ გარბენის ისტორია თუ არა, შეგვიძლია ვნახოთ როგორ სტატუსზე იყო და როგორი დაზიანება ჰქონდა. ამ ყველაფერთან ერთად ფოტოებიც კი ჩანს ხოლმე მანქანების შესაბამისად შეგიძლიათ ზუსტად დაინახოთ თუ რა ჰქონდა დაზიანებული მანქანას, გატყუებენ თუ არა აუქციონზე ვიღაც დილერები და ასე შემდეგ. ფოტოში უყურებ რომ ვაიმე დიდი არაფერი არ ჭირს, მოდი ვიყიდი, ძალიან იაფად ყიდულობ, გიკვირს, მე ჩამოგდის მანქანა და სრულად გადაჭეჭყილი იყო. მაგალითად გაჩვენებთ, მაგალითად აი ამ Toyota Supra-ზე არის, ესეც car vertical-ზე მოწმდება. სხვათა შორის car vertical-ზე შეგიძლიათ იყიდოთ შემოწმებები რამდენიმე. ერთი მანქანა დაგჭირდებათ რომ შემოწმოთ 2 ან 3, მაგის არჩევანიც გაქვთ. ჩემი პრომოკოდის გამოყენებით კიდე 20% აკლდება მაგ თანხებს და ეხლა დეტალებში მოგიყვებით თუ რა და როგორ მუშაობს. car vertical-ში შევდივართ, ყიდულობთ შემოწმებას, თუ მაგალითად მანქანის ისტორია სუფთაა, გიბრუნდებათ კრედიტის სახით ეგ რეპორტი და კიდევ ერთი მანქანის შემოწმება შეგიძლიათ. მაგრამ თუ მაგალითად ხსნით car vertical-ს და აი ასე გამოიყურება თქვენი მანქანის წინა ფოტოები, რომელსაც ყიდულობთ, ან ჯერ არ გიყიდიათ, ჯობია რომ წინასწარ შემოწმოთ ხოლმე მანქანა, იმიტომ რომ მე როდესაც ფულს გადარიცხავთ და აი ასეთ ისტორიას დაინახავთ, მთლაც სიამოვნო არ იქნება და ამას რატო გაჩვენებთ? ეს იყო ამ მანქანის დაზიანება და შემდგომ აუქციონზე გამოდის აი ასეთ ვიზუალში. დიდი არაფერი, ხო? ამას შეხედავთ და იტყვით რომ ვა, მცირე დაზიანება აქვს, ნუ კაი, პატარათი შევარდნილია, ვიყიდი ავადგენ. ძალიან იაფად ყიდულობთ და მე როდესაც გაირკვევა რომ ამ მანქანას მთლად კარგი ისტორია არ აქვს, კარგი სიამოვნებათ, არც ფინანსურად, არც მორალურად და არც არანაირად მოკლედ. ჩემი პრომოკოდი გამონაცდება, ჩახვალთ ვიდეოს აღწერაში, იქაც შეგიძლიათ ნახოთ ეს პრომოკოდი, ან ლინკზე გადახვალთ და პირდაპირ გააქტიურებული იქნება პრომოკოდი. ჩემი პრომოკოდი არის DREAM, აი აქ გამოჩნდება და 20%-იან ფასდაკლებას შემოგთავაზებთ ამ მანქანების შემოწმებაზე. გავაგზავნოთ ჩვენი მანქანის აღდგენა. გავიდა სადღაც 12 დღე, ზეგ მიყავს ეს მანქანა ასაწყობად და დღეს არც კი მჯერა რომ ამას ვამბობ, მაგრამ კარგი თბილია მინდიერი და რატომაც არ გავრეცხოთ ჩვენი Ford Bronco, თუ გვაქვს დრო, თუ გვაქვს სურვილი, გვაქვს აი ესეთი გემრიელი ამინდი, არის ეს ცხელა, თან თბილა. ნიავის უბერავს
და აი ასეთი ჭუჭყიანი რო არ წავიყვანოთ მანქანა ასაწყობას, რატომაც არ გავრეცხოთ, არ მოვამზადოთ იმისთვის, რომ თავისი ახალი ვიზუალი მიიღოს. შეგახსენებთ, გაჩვენებთ ახლიდანაც ასე სულ რამდენიმე დღე გადარჩა რომ იქნება ეს მანქანა, მალე სულ სხვა ვიზუალს მიიღებს და ახალივით იქნება. მომწონს ეს მანქანა, მე რამდენად ვიძახი ამას უკვე და არ მომბეზრდება იმის თქმა, რომ მომწონს, მართლა მომწონს. და ვფიქრობ, რომ შეიძლება სამომავლოდ ესეთი ჩემთვისაც წამოვიყვანოთ და რატომაც არ ვიკატაოთ ბრონკოთი. თან სანამ თბება მანქანა, მე რატომაც არ მოგიყვეთ ჩვენს სამომავლო გეგმაზე. გეგმაში მაქვს რომ რამდენიმე გამომწერი, ვინც ხშირად მწერს და ურთიერთობა გვაქვს, იქიდან გამომდინარე რომ მანქანა ჩამოუყვანე და ნუ კარგი ურთიერთობა დაგვილაგდა. შევიკრიბებით და გავაკეთებთ კეთილსაქმეს, როგორიც არის ბავშვთა სახლში ან მოხუცთა თავშესაფარში მივიტანთ შეძლების დაგვარად, რაც არის საჭირო, რის საჭიროებაც აქვთ. იქ და რაც აკლიათ, ეხლა ჩვენი შეძლების დაგვარად მინიმალური სიკეთე გავაკეთოთ ჩვენს ხელში რაც არის, ყველაფერი გამჭვირვალედ იქნება, ყველაფერს გაჩვენებთ და რატომაც არ გავუკეთოთ პოპულარიზაცია კეთილსაქმეებს, რადგან ასე თუ ისე ეს არხი იზრდება, მეტი ადამიანი გვხედავს, მეტი ადამიანი გვიყურებს, ძალიან ბევრი მწერთ, რომ ინსპირაციას გაძლევთ იმისა, რომ მანქანა ჩამოიყვანოთ, რაღაცა გააკეთოთ, თქვენით რომ შექმნათ რაღაცა და თქვენით რომ გამოასწოროთ, თუნდაც დაზიანებული მანქანა იქნება ეს თუ რაც არ უნდა იყოს, მიხარია და რატომაც არ გავაკეთოთ და არ გავავრცელოთ ეს კეთილი მაგალითი, იმედი მაქვს რომ გამოგვივა და ვფიქრობ რომ არც არაფერი შეგვიშლის ხელს იმაში რაც გვინდა და თუ გვინდა რომ სიკეთე ვაკეთოთ, რავი, არ გავჩერდებით. ეგ ერთი გეგმა, რაც შეეხება ზოგადად ცხოვრებას მანქანების გარეთ. ეხლა მანქანებს რაც შეეხება, ჩამოგდის კიდე მანქანები, Ford-ით დავიწყე ეს წელი, კიდე Ford-ით ჩამომდის, Mustang-ი მოდის, კაბრიოლეტი, ჩაძირული, იმედი 1000-ს დავიჭერ მაგ მანქანაში. ძალიან მაინტერესებს როგორი იქნება, იმიტომ რომ ჩაძირული არ მყოლია, მე პირადად მით უმეტეს დენის საერთოდ არ აქვს მაგ მანქანას და საინტერესო იქნება, იმიტომ რომ Mustang-ი არის ზოგადად, პონია, ბაზარი არა, დიდი ძრავით არ არის, 2 და 3-ია, მაგრამ Mustang-ი არ მყოლია, რატომაც არა, რატომაც არ გაჩვენოთ Mustang-ზე ჩვენს არხზე პროექტი, როცა შეგვიძლია. ასე რომ Ford-ით ვიწყებთ წელს და არ ვიცი რითი დავამთავრებთ, აღარ ვისახავ არანაირ გეგმას, უბრალოდ მივყვები დინებას და რაც წამოვა. საბარგულიც ღია დაგუჩი. და არც იღება. ვა. აბა დაქოქელი როა თუ რატო? ჩავждეთ და კიდე უფრო ძლიერად უნდა დავაჯახო. ეხლა ნამდვილად შეიკეტა. მგონი აღარც გახსნება ისე ჩავუკეთე. წავედით, დავიძარით, გავრეცხოთ ჩვენი ულამაზესი Ford Bronco, ან ჯერჯერობით ულამაზესი არ არის. ულამაზესი არის, დაზიანებულია. ულამაზესი იმ დროს გახდება, როცა დავასრულებთ. ვფიქრობ, რომ უკვე ახლა მომავალში დავინახავთ ამანქანას სრულ მწყობში, მიმოხილვასაც გადავიღებთ. თუ პირველი არა, ერთ-ერთი უპირველესი ვიქნები, ვინც ამანქანას მიმოხილვას გადაუღებს, რაც ძალიან მახარებს, იმიტომ რომ ჩვენი არხი იზრდება და ძალიან მაგარია. თქვენს არხი გამოიწერეთ, დალაიქეთ ვიდეო, გაუზიარეთ მეგობრებს, კომენტარებში დაწერეთ რამე კარგი, რამე სამოტივაციო, რამე ისეთი, რომ წავიკითხო და ვიფიქრო, რომ კი არ უნდა გავჩერდე და კიდე უნდა მივაწვე ამ საქმეს. წავედი. პირველ ლოკაციაზე ვართ მოსულები. ეხლა გავრეცხავთ ჩვენს Ford Broncos. ესე იგი, რატო ვეძახი ამას Broncos? კი, Bronco-ა, მაგრამ Bronco სპორტია, ანუ პატარა Bronco-ა, დიდი Bronco-ებიც არსებობს, რაც ძალიან მომწონს და იმედი მაქვს, რომ გამომივა წელს მაინც, ან წელს თუ არა, შემდეგ წელს მაინც ჩამოყვანა მაგ მანქანის ის Bronco ნამდვილად, ანუ ეს ხო არის ბრუტალური და მამაკაცური რა. ის კიდე უფრო ბრუტალური და კიდე, ანუ ეს მანქანა ოღონდ მაქსიმალურ სეტინგებზე, რაც ძალიან მომწონს და იმედი მაქვს, რომ მივალ მაგ Ford Bronco-მდე. ხა სპორტული მანქანებიც მომწონს, მაგრამ რატომაც არა, დიდი მანქანაც საინტერესო არის, ძალიან მაინტერესებს როგორი იქნება, როგორი ივლის და ზოგადად მინდა რომ შევეხო მაგ მანქანას. ვფიქრობ, რომ ძალიან პოპულარულები იქნება ეგ მანქანები ახლა მომავალში.
Look, know it's my time, you must not rise. You was on my time when I ride in a beat. Manipulate time like you do with they minds. I'm sick and tired of the lies that you preach. Only up I climb, I'ma leave y'all down. I can show y'all how like the birds and the bees. Everybody trying to stunt like they know the fuck is up. I know everybody stuck to a certain degree. They all hide it, that ain't something I am with. Always keep it 10 toes. ჩვენი ბრონკო არის მზად ხელოსანთან წასასვლელად. სუფთა, გალამაზებულია, გაწკრიალებულია. წავედით, ეხლა დავაყენოთ მანქანა სადღაც 2 დღით. თუ ყველაფერი ისე წავიდა როგორც მითხრეს, მაშინ 2 დღეში უკვე ხელოსანთან უნდა იყოს. ნორმალურია რა, 2 კვირა ვიდექით რიგში. საშრობში შეღებავენ ჩვენს მანქანას, გააკეთებენ ჯერ გაჭიმავენ, მერე შეუცვლიან ფრთას, მერე შეღებავენ საშრობში და მორჩება, რამდენიმე ნაჭრად ითვლება ეს დაზიანება, იმიტომ რომ ქვევიდანაც იღებება ზოგი ნაწილი, უნდა დამუშავდეს და მინდა რომ ლამაზად სრულად, ეხლა ზევიდან, ქვევიდან, შიგნიდან ყველანაირად იყოს მზად, დალაგებული, როგორც საჭირო არის ახალივით, მინდა რომ აღდგეს. რაც შეეხება აღდგენას და ასე შემდეგ. თუ გაქვთ სახელოსნო ან ხართ ხელოსანი და კარგად ხარისხიან დაკეთებთ თქვენ საქმეს, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ და რაღაც მოვიფიქრებთ, ბარტერის სახით იქნება ეგ თუ ფასდაკლების სანაცვლად, მოკლედ პარტნიორებს ვეძებ და მჭირდება ახალი ხალხი, ვისაც გავიცნობ და ერთად გავუდგებით გზას, იმიტომ რომ დონე იწევა, მანქანები უკეთესი და უკეთესი ჩამოდის და უკეთეს მანქანებს ცოტა კიდევ უფრო უკეთესი მიდგომა ჭირდება. და მზად ვარ მივიღო ეს პასუხისმგებლობა. ჩემს კონტაქტებს Facebook-ი იქნება თუ Instagram-ი ამოვანათებ, ნახეთ, დამიკავშირდით, თუ რამე საინტერესო შეთავაზება გაქვთ და თუნდაც ხელოსანი არ იყოთ. ნებისმიერი რამე, რაც პარტნიორობას შეეხება, მომწერეთ, დამირეკეთ, Instagram-ზე ვერ დამირეკავთ, მომწერეთ. კავშირზე ვარ, მოკლედ და ველოდები შეთავაზებებს. წვიმიანი ღამის შემდეგ კი გაჭუჭყიან და ცოტა, მაგრამ იმაზე უკეთესია მაინც ვიდრე იყო. ან ტყუილად არ გამირეცხავს, თავს ვიმშვიდებ. ვემზადებით ეხლა წასასვლელად ხელოსანთან, რომ ავაწყოთ საბოლოოდ ეს მანქანა და ამ პრობლემას დავამშვიდობოთ აქ რაღაცა ყალებს. აი, ასეთ მზად ყოფნაში ვართ. ფრთა გვიდევს საბარგულში, ეს რაღაც საშინელება ნოხი, რაც რატომღაც აი ასეთი მატერიალისგან არის გაკეთებული და სავარაუდოდ ხმის იზოლაციის მიზნით, მაგრამ მაინც საშინელებაა. ეს სტოპები ვიყიდე ამერიკაში, ანუ გამოვიწერე. სხვათა შორის ძალიან ლამაზი უნდა იყოს წესით, ვფიქრობ რომ ამ ფერს ძალიან მოუხდება, პლუს ბამპერის გვერდითა ნათებაც, ანუ ეგეთი ტიპის გამოვიწერე, მუქია და ლედნათება აქვს შუაში წითელი ფერის. მოკლედ ვემზადებით წასასვლელად ხელოსანთან. სუპირველად თანამშრომლობამ ბიჭებთან და იმედი მაქვს რომ ხარისხიანად, ლამაზად და გემრიელად დროის მანძილზეც, ან დროის ჭრილშიც არც ძალიან გამეწელება, არც ცუდად გამოვა, დიდი იმედებით ვარ, იმედია პარტნიორობასაც დავიწყებთ გრძელვადიან პერსპექტივაში. წავედით ახლა, ძალიან დიდხანს არ დაგელაპარაკებით, დავიძარით და ვნახოთ იქ რას გვეტყვიან. Baby, you give me ice and fire. You're giving me wind and rain. You're some kind of butterfly. Baby, you give me midnight. You whip up my appetite. Don't leave me here high and dry. Oh, well, I don't wanna jinx it, baby. And twist myself at the spine. ესე იგი, მოვედით ადგილზე ვართ, ჩვენ გველოდებოდნენ ბიჭები. სულ რაღაც 2 კვირამდე დაგვჭირდება იმისთვის, რომ თუნუქზე მოვაგვაროთ ყველაფერი, მე შეღებულაზე გადავა ეს მანქანა, მე ვფიქრობ, რომ მაქსიმუმ 1 თვეში ეს მანქანა უნდა იყოს ახალივით, ლამაზ მდგომარეობაში, სრულად მზად იმისთვის, რომ თავისი ახალი მფლობელი გაახაროს. თან, ანუ ვიზუალურად ვერ ვჩერდე, უნდა გითხრათ ისევ, რომ ძალიან მომწონს ეს მანქანა, მით უმეტეს აი მზეზე შეხედეთ ეს ფერი როგორ თამაშობს, ჩვენ თბილისის მარშრუტკების ფერია იმენა. ზუსტად იგივე კოდია, როგორც ვფიქრობ, იმიტომ რომ მარშრუტკის გვერდზე რო გავიარე, მეთქი ვა. საინტერესოა თქო, მზეზე იმენა ერთი და იგივეა. ერთი და იგივე ფერია. ერთი ის ვერ დავამუღამე ეს რგოლი როგორ ჩავრთვა, ან ინთება თუ არა, საერთოდ. მგონი არც ინთება. მაგრამ ხაზები ინთება.
მოკლედ ლამაზი მანქანა არის და ამის ცოტა უფრო მაღალი კომპლექტაცია მინდა რომ სინჯო აუცილებლად და ამის ყველაზე დიდი ვერსია თვითონ ბრონკო რაც არის, ეგ მინდა რომ გავსინჯო აუცილებლად როგორი არის, მაგრამ მაინტერესებს. მოკლედ ვტოვებთ ამ მანქანას თავის ექიმთან და როცა მოვალთ, ნახავთ ხა შუა პროცესსაც გადაუღებ სავარაუდოდ, გადასასვლელ მომენტს თუნუქიდან სამალიარეზე რო გადავა და სულ მალე იქნება მზად ჩვენი Ford Bronco Sport. რა ხდება? ვიდი თუნდა იგაზაო ბრატ. 80-მდე. მერე წვავს. ეს არის ბრონკოს უკანა ბამპერი, რომელიც დაზიანებული გქონდა, ვიყიდე ნახევარი, მამამ ერთ დღეში გააკეთა და ეხა უკვე მთელი ბამპერი გვაქვს. მივდივართ თან ამდენი დროის მანძილზე, საერთოდ არ ვყოფილვართ ბრონკოსთან, ეხა მივდივართ მე და ერო მოგესალმებათ ალბათ უკნიდან, ხო? მივდივართ და უნდა ვნახოთ თან ბრონკო როგორ გამოიყურება, რა ეტაპზეა და თან ბამპერით წავუღოთ, გავესაუბროთ ბიჭებს დაახლოებით რამდენ ხანში იქნება მზად, როდის ვიყო მზად იმისთვის რომ მივიღო ეს მანქანა და ძალიან დეტალური მიმოხილვა გადავიღო, რადგან პატივი მეცა იმის რომ სულ პირველი მიმოხილვა გადავიღოთ, ალბათ ამ დროისთვის მაინც პირველი იქნება ჩემი აზრით, იმიტომ რომ ქართულ YouTube-ზე ჯერ არ მინახავს ამ ბრონკოს მიმოხილვა, რატომაც არა ვცადოთ. თქვენ კიდე არხი გამოიწერეთ და ლაიქეთ ვიდეოს, სანამ მე გზაში ვართ, მოასწრებთ, აუცილებლად კომენტარშიც დაწერეთ რამე თქვენი აზრი, თუ რამის დამატება გინდათ არხზე და თუ რამე გაკლიათ, ან მოგწონთ და პირიქით უფრო მეტი გინდათ რომ მაგაზე ვისაუბროთ, ან ცოტა მეტი დრო დავუთმოთ ვიდეოებში, მოიწერეთ, დაწერეთ, მოკლედ მომხრევარ კონსტრუქტიული კრიტიკის და რაღაცა კარგი იდეების რომ დავამატო არხზე. ჩეკები ჯერ კიდევ აქტუალურია. წავედით. ო, გაქრა. მოვედით ჩვენს Ford-თან. მოვედით ჩვენს Ford-თან. ბრონკო უკვე მანქანას დაემსგავსა. აქ ზაზურიც კამფეტივით ყვირის რომ კი მე ვარ და მაგარი ვარო. აქ ჩავჭერით, რადგან აქ დგება პანელი, შუშა და კიდევ ერთი პანელი, ანუ აქ შემოწმებელი იქნება ეს ადგილი და ნაკერი ზოგადად ისეთ ადგილზე უნდა დაკერდეს, რომ შემოწმება არ იყოს მარტივი და კარგია, აქ არც გადასვლა დაეთყობა, არც არაფერი დაეთყობა. მეორე გადასვლას რაც შეეხება არის აი აქ მუხლში. ამას თავს ვერ ავარიდებდით ფიზიკურად ვერანაირად. რაც შეეხება თვითონ საქმეს, რასაც ვაკეთებთ ახლა. რამდენიმე დღე არის, მე მგონი ერთი კვირაა გასული მაქსიმუმ, რაც მოვიყვანე ეს მანქანა და უკვე მანქანას გავს. საბარგულს ვაღდგენთ, უკვე აღდგენის პროცესში არის, სავარაუდოდ ცხელი იქნება, იმიტომ რომ ახლა მუშაობდა. აქ გამოასწორეს ბიჭებმა. რამდენიმე დღეში, სულ 2-3 დღეში იქნება მზად ეს მანქანა იმისთვის, რომ შესაღებად წავიდეს. და ძალიან მიხარია, რომ ესეც სწრაფ ტემპებში მოძრაობთ, იმიტომ რომ მეტი დრო მექნება მანქანასთან, რაც იმას ნიშნავს ავტომატურად, რომ კიდევ უფრო შევისწავლია მანქანას და მეტად ჩამოყალიბებულ აზრს შემოგთავაზებთ თქვენ. რაც შეეხება აი ამ სტოპებს. ეს გამოწერილი სტოპები არის, რაც გაჩვენეთ მანამდე. მე მგონი ლამაზი არის, აი ამ ფერზე უფრო ლამაზად გამოიყურება, ვიდრე ღია ვერცხლის ფერზე, ფლად დიდად ისე შეიძლება არ ჩანდეს, მაგრამ მუქ ფერზე ჩემი აზრით ძალიან კარგია. პლუს რაც შეეხება აი ამ ფერს და სტოპებს. სტოპების სტილში გამოვიწერე გვერდით ამრეკლები, ზუსტად იგივენაირი არის, ისინი ანათებს და ისიც შავი არის და წითლად ანათებს შიგნიდან. რაც კიდევ უფრო გაალამაზებს და გამორჩეულს გახდის ჩვენს Ford-ს. არჩევანი მქონდა, ანუ ერთი სტოპი მქონდა და არჩევანი მქონდა, რომ ერთი წითელი დამაყენებინა ორიგინალი, მაგრამ ვიფიქრე, რომ მეთქი რა შემჭირდება თქო და ბარემ ცოტა პატარა შტრიხი შევცვალოთ ჩვენებურად. მეტი არაფერი არ ხდება, ეხა ბამპერი გვაქვს უკვე და მოვიტანეთ. დავტოვებთ ეხა ბიჭებთან ბამპერს, რამდენიმე დღე გავა და რამდენიმე დღეში მივემართებით აი იქეთ საშრობისკენ, სადაც იღებება მანქანები და ჩვენი მანქანაც ზუსტად მაგ რიგში დგას, რომ იქ შევიდეს და შეირებოს. მიხარია, რომ აი ასეთ დონეზე ვაწყობ ამ Ford-ს, იმიტომ რომ ახალი არის, ცოტა უფრო მაღალი კლასის მანქანა არის და რატომაც არ ავწიოთ ჩვენს მიდგომა და მიდგომის ხარისხი ზოგადად საერთო ჯამში. წავედით და დაველოდოთ სულ რაღაც 2-3 დღე. მოვედი ბრონკოსთან.
ეხლა არის მზად იმისთვის, რომ შესაღებად შეიყვანონ. კიდევ ერთი პრობლემა გვაქვს. ძალიან საინტერესო რაღაცას გიმზადებთ. მე და აშოტა არხი გამოიწერეთ, წინასწარ ვერ გეტყვით რა არის, მაგრამ გერმანულია. ხო გერმანული? გერმანულია. ამერიკიდან ჩამოვიყვანეთ, მაგრამ გერმანული ხო? წარმოებული. ცოტათი ელექტრო არის და ცოტათი ძვირი ღირს. აბა თქვენ დაელოდეთ და მოკლედ ძალიან საინტერესო მანქანა არის. ეგეთი დონის მანქანას მე პირადად არასდროს არ შევხედი ვარ. არასდროს არ მყოლია, მით უმეტეს არ ჩავმიყვანია, ეს პირველი ჯერია, როდესაც ამ არხზე გამოჩნდება ეგეთი ტიპის და ეგეთი კლასის მანქანა, ასე რომ ვფიქრობ, რომ არ უნდა გამოტოვოთ და არხი გამოიწერეთ.